მაგარია, მთელ ქალაქს უყურებთ ყველა უბანში, ხედავთ რა ხდება. ხო, ძალიან მაგარია მე. აი, აბა გდანში რა ხდება? აჰა, გდანში არაფერი არ ხდება. აქეთ სამგორში არაფერი არ ხდება, ვაკის პარკში ვაკის პარკთან შეხედე. ვაი. ამქარ შეხედე, როგორ კოცნაობ შუა ქუჩაში, აი. მე პროსტო შეხედე. ამაში. აი, ღირსი არ არის. შეიძლება დააჯარიმებენ აუცილებლად. ღირსი არა, უნდა დააჯარიმონ. აი, დააჯარიმა პატრონ. აი ეგრე. აბა რა სიზავი, რა ეგონა, პატრონ, შუა ვაკის პარკში რა მომინდომა. ვიცადე ტელეფონი მირეკავს. ხო, კეთი? ხო. დაგაჯარიმეს? სად დაგაჯარიმეს? ვაკის პარკთან? შენ მწვანე კაბა ხო არ გაცვია დღეს? კაი, გაწითლდება ეგ რომ მოვალ სახლში. კაი, აგიჩნი არაფერი, კაი. ვინ იყო? ისა. ბებია ჩემი იყო თვივა ჩაიცვი არაფერი გაცვეს. ალო. 112 გისმენთ? ალო! გისმენთ? ვისა გაწურა ამ ჭუღ ცოხმარმა დახოცეს ერთმანეთი გაწურა უბედურება არ არის სასწრაფო გამოუშვით. სასწრაფო თუ ჭხუბია, მაშინ საპატრულოს გამოუშვებთ. არა კაცო ვისა ხია ვერ ვიძინებთ რამე და სასწრაფო მოვიდეს რომ რამე დასაძინებელი დაგვალევინოს დავიძინოთ თქვენ ამ კაცო აღარ შეგვიძლია ვინმე სასწრაფო გამოუშვით. კარგით, სასწრაფოს გამოუშვებთ. ალო, 112 გისმენთ? დროზე! კარგით. რა გინდა კაცო შენ ვინა რა გინდა სიღერა შესრულდება მეგობარო რა გინდა შენ არ შეიძლება კაპიტანი თუ შეიძლება თქვენ არ შეიძლება უკაცრავად აქეთ ვართ აი ვერ ვინა კაცო ჩვენ ვინა ვართ თუ შენ ვინა ხარ მუშაობთ 112 აქ და მუშაობთ კაცო ეს ჩემი ხომალდი არ არის არა რა შენი ხომალდი კაცო საგანგებო სიტუაციები სამსახურია და მუშაობთ კაცო მიბრძანდით სადავაღენი აბა ჩემი კაცო ეს რომელია არ არის თქვენი კაცო გავს უბრალოდ არ არის თქვენი გავს უბრალოდ მიბრძანდით სამთვალო ბიჭი რო იჯდა კაცო იქით სამთვალო არა კაცო არა მუშაობთ არ შეიძლება მიბრძანდით აი ქვევით ჩაბრძანდით და ნახავთ ეგეთი კაცო რა ვიცი ალო 112 გისმენთ? ალო 112-ია ხო? დიახ გისმენთ? ესე იგი რა მინდა რომ გითხრათ ესე იგი ცოლის მოყვანა მინდა. ვაი მე ისიც არის ჩვენ ვერ დაგეხმარებით. არა იცით გოგონი არის მე მუშაობ ბანკში ძალიან კარგი ანაზღაურება მაქვს. მანქანა მყავს, აგარაკი მაქვს მთაში, ზღვაზეც და მე რა ვიცი მე მინდა რომ კარგი ადამიანი გახდეს ჩემი ცოლი და რა ვიცი თქვენ მე მგონი რომ უკაცრავთ ვერ გავიგე აგარაკი გაქვთ? დიახ აგარაკი მაქვს მთაშიც და ზღვაზეც. მანქანაც გყავთ? დიახ ყავს. იცით რა არის? დატოვეთ თქვენი მისამართი და მე დაგირეკავ თავისუფლად ორგი გეტყვი 112 გისმენთ? გამარჯობა გენაცვალე. გამარჯობა. სასტრაფოდ მინდა სახანძრო. ანუ სახანძრო გინდა თუ სასტრაფო? სასტრაფოდ მინდა სახანძრო, დიახ. სახანძრო სასტრაფოდ. ანუ სახანძრო გნებავთ თქვენ თუ სასტრაფო? სასტრაფო სახანძრო, დიახ. ანუ თქვენ გნებავთ სახანძრო სასტრაფო და სასტრაფო არ გნებავთ? დიახ, სასტრაფო არ გნებავს, მაგრამ სახანძრო გნებავს სასტრაფო და ანუ თქვენ გნებავთ სასტრაფოდ სახანძრო, ხო? იმიტომ რომ სახანძროდ სასტრაფო არ გამოვა. სახანძროდ სასტრაფო არა. ანუ სასტრაფო არ გნებავთ, თქვენ გნებავთ სასტრაფოდ სახანძრო უბრალოდ. სასტრაფოდ სახანძრო. სახანძრო გინდათ ხო ანუ? ანუ რომელი გინდათ თქვენ? სახანძრო. რომელი გინდათ? ბატონო? სახანძრო გნებავს სასტრაფოდ ოღონდ. სახანძრო სასტრაფო არ გამოვა, ჩვენ შეგვიძლია გამოვუშვათ სასტრაფო, შეგვიძლია გამოვუშვათ სახანძრო და შეგვიძლია სასტრაფოდ სახანძრო. მართალი ხარ გენაცვალე, მეც მოდიალობ რაღაცა ხე, პრინციპში ხარ თქვენ უფრო კარგად ერკვევით, მაგამ ბავში გარკვეულები ხარ და. ნუ ჩვენ ორივე შეგვიძლია. ვირჩევთ მაინც. ნუ სასტრაფოს გამოვუშვათ სასტრაფოდ და სახანძროსაც გამოვუშვათ სასტრაფოდ. ანუ ორივე ვარიანტი კი, სახანძრო სასტრაფო არ გამოვა. კარგით გენაცვალე, მაშინ თქვენ რომ მესაც ის გამოუშვით თქვენ უფრო კარგად. გავთიშო მე ხლა. კი გათიშეთ. ერთოდ მე რო გავთიშე მე თქვენ ხო გასთიშდა ჩემ. არა, თქვენ რო გათიშოთ, გაითიშება. როგორ გაითიშება გენაცვალე, მე თუ გავთიშე თქვენ ვერ გათიშავთ თაბამისად და ჯერ თქვენ გათიშეთ. ავტომატურად გაითიშება ჩვენთანაც. ანუ რას თავად ანუ თქვენ გათიშეთ და ჩვენთან გაითიშება, არა აქვს. როგორ გაითიშება, მე თუ გავთიშე. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გათიშავს, კაცო, თქვენ თუ გათიშოთ, ჩვენც გაითიშება, არაფერი არ გამ. მოიტანჯე რა.
უკაცრავად 112-ია? დია 112-ია. ახლა მოვიბინე ნუცუბიძედან. რაღაც საგზაო შემთხვევა და პატრულს სურეთს. პატრული ნუცუბიძეს კი გავგზავნეთ. თქო, მიბრძანეთ აქ არ შეიძლება შემოს. მიიღეთ, ხო? კი, მადლობა. ნუცუბიძეზე გავგზავნეთ. ხო, ნუცუბიძე დასაწყისში ნუცუბიძეზე ნახავთ, მანქანა კი, მადლობა. აქ არ შემობრძანდით. მადლობა. შუქა ხალხკაცო. 112 გისმენთ? ალო! გამარჯობათ გისმენთ? ალო, სასწრაფო გამოუშვით დროზე კაცი გავიტანე იმაზე ვარ ფალიაშვილზე კაცო. მისამართი მითხარით? მოიცა, არ გინდა გადამასწრო. სად გადადიხარ შენი დედი? ანძმელია, ძალიან 1000 კაცი რეკავს კაცი. 112 ხო? დიახ. ისა სახანძრო მასქეთ რა. ჭავჭავაძეზე გამოვიარე ახლა ხანძარია. ჭავჭავაძეზე სახანძრო. კარგი, დავში, მაგრამ აქ ნუ შემოდი. სახანძრო სად იცით ისა მასთან რა ქვია. კი, ჭავჭავაძეს გაგზავნეთ და მოძებნიერ, მაგრამ აქ არ შეიძლება მივბრძანდით. მიიღეთ ხო ეს კი, სახანძრო ჭავჭავაძეზე, კი. ხო, ჩქარა გავიდეს რა, უკვე დიდი ცეცხლი არის და არ შეიძლება თან დაინახო. მადლობთ. ესე იგი რა. ეს ერთი გადავალო კაც რა ხდება? რუსთაველზე არაფერი არ არის. პლეხანოვზე ნახე რა მაგარი ჭუბია მაგარი ჭუბია ნახე ის პატარა რა ჭუბა მაგარი ჭუბია პლეხანოვზე რა ხდება რა არის რა წესრიგია არის ჩვენი ახალი თანამშრომელი ძალიან მაგარია ყველა მონიტორს ერთად უყურებს. რა ხდება, რატო ზიხართ თქვენ? ყველა მონიტორს აკონტროლებს. რატო ზიხართ ერთად თქვენ მითხარით? არა, გადადიდე უყურებ ყველაფერს უყურებ აქ. ბატონო ბექა ვაკონტროლებ თქვენ მონიტორებს ვაკონტროლებ და დაიკავეთ თქვენი ადგილები. მუშაობთ. რა გეუნებით გაიგეთ. დაიკავეთ თქვენი ადგილები და ხო და დაითრიე რა. ხო და მაგარ სექსებს გაყურებით. ბახმაკასა რა. არა, რა კასე. აბა ის ცირკის კამერა ჩავრთოთ და შეაუჯდეთ ჯიგრულად რა. ციხსო, კაი, აბა, კარგი. კარგად. საგან. მოიცადე? შემოდიხართ აქ, არ შეიძლება. არ შეიძლება ნარბენზე. წლეთიდან მოვბივარ ახლა მე. ხო და სასტრაფო რო გავუშვათ, ხალი არის ცუდაც რა. ნეჩი სასტრაფო კი ბატონო, გაგზავნილე, მაგრამ მომისმინე? ხო რა არის? რო შემოდიხარ, დარეკეთ აქ, აქ შემოსვლა არ შეიძლება და დარეკეთ აქ. სადავრეკოთ, ოძმახარ, სანამ ახლა მე ტელეფონს ამოვიგებ, იქ ნომერს ავკრიბავ, მე რექშენ მიპასუხებ იმას გადასცე, მე ჩვენია მოვიგდიმო, გავიგდიმო აკრებერით აქ. ახლა მომისმინე რა? ცხეთაში გავბივარ მე? ხო. ხო და იქ რო რამე იყოს, ასიჩქარება ვერ ჩამოვარდა. კარი დატოვეთ მაინც ღია, რო გაღება არ დამჭირდეს, კაი? ხო, მიდი აბა თქვენ იცით. კარგი, მადლობა. მეორე მხრიდან შემოვალ, ისიც ღია იყოს ქვემოთ კარი. რა შემიმუშაობ შენ? მადლობა. კარგი. ეთილი ადამიანია ეთყობა. 112 გისმენთ? ალო. გისმენთ? 112-ია. დიახ, 112-ია, გისმენთ. იცით რა, მე მარტო ხელა ქალბატონი გახლავართ და ჩემს სახლში წყლის მილი გასკდა და იქნებ გამოუშვათ ხელოსანი შამპანური და ბამბანერკით. ხელოსანი, შამპანური და ბამბანერკით? იცით, ჩემი დაქალიც აქ არის მეხმარება და ორი ხელოსანი გამოუშვით შამპანური და ბამბანერკით თუ შეიძლება. კარგით, მოვიფიქრებთ რამეს. ალო, 112 გისმენთ? ალო. გამარჯობათ, 112 გისმენთ? 112-ია ხო? დიახ. 112-ის ქალო. არა დიდგულა ხარო. ზამომღების დაღაში. გისმენთ რა გნებავთ? უგაცრავოთ. თქვენი სახელი? ჩემი სახელი ზაირა. ჰოიდა და მშვენია რო ზაირა. შენ და უკარ პანდორი და ზაირა. უკაცრავად რა გნებავთ? მე რა მნებავს გალბატონო? დიახ. სიყვარული.
კარგად ბატონო, თქვენ მე მგონი ნასვამი ხართ და არაფერი არ გინდათ, დახმარება არ გჭირდება. ერთადერთ ნასვამი ვარ? დიახ. მე როლოთო. შერაზე გიშლიდობილო. დახმარება გჭირდებათ? ბატონო? დახმარება გჭირდებათ? დიახ. რა გნება? ჭირდება დახმარება? დიახ. სასწრაფოდ გამოუშვით სახანძრო? სახანძრო? სასწრაფო? და სამაშველო? მე სამდენი რაღაცა ერთად სამივე ერთად გამოუშვით. ხომ შეგობა რა ხდება? ყოველი შოუ იწყება გაცვათისადი ერთად გაუღურო. ეს რა არის, ქალიშვილო? რა? გამჩელი მიხაბწერალი და დაიბადა 1800. მის დაწარმოების ეკუთვნის ჩაღი. თვით რა არის, შემდეგში თუ აღმოვაჩენ შპარგალკას ეგრეთ წოდებულს თქვენთან. ეს ფაქტზე გათავისუფლებული იქნებით ავტორია. ამიტომ გაგრძელეთ წერა ახლა. გაგრძელეთ. თქვენ რატომ გაწვიათ ეს ქურთოგი? შუა ზაფხულში. ის ცივა. ცივად? აბა აბძანდით. აბძანდით. აიღეთ ამერტი ეს. დამეხმარეთ. ეს რა არის? ეს რა არის? Физическая. გაიხსენით. რა არის ეს არის გრელკა 10 ფობს უფრო იმას კურთუქს თუ რა ხდება? ამოიღეთ. ოჩოხ. კიდევ გექნებათ, კიდევ. ხერხულად. ია, ხო, ეს ხერხულად გამოვიდა, მეც რა თვალი მაქვს. ცივანა ვარ ძალიან პატივცემული. კი, გეტყობა. კი. ცივანა იქნებით, მომავალ წელსაც ისე გატყობ. მიუყრე აგერ. ხო, ახეთ ვიყარეთ. ენციკლოპედიაში მერე იქით. მაგულატურას ჩავაბარებ. ვიყარეთ, ეგეც და გააგრძელეთ. ვეფხისტყაოს. გააგრძელეთ თუ გინდათ. იცით რა მინდა გითხრათ, რომ აქ კამერებია დამონტაჟებული, ასე რომ არანაირი მაიმუნობა არ გაგივათ, მინდა გითხრათ და წერეთ თუ გინდათ. კამერები? დიახ. სად არის კამერები? ვისზე? რა? აიმე. ფოტოსტუდია არის თქო, მე არ მithქვამს. მე ვთქვი კამერებია. აიმე დედა. რა დაგემოვიდა? ცუდა თავა რაღაცნაირი. ამდენად მოგეხმარებით. არა იყოს აქ გრილია პატიცებულო და კარგადაა აქ იყოს, კარგად გავხდები. გრილა აქ უფრო ცოტა და ახლა ამასაც მორჩები ბარემ და. ერთი წუთით. ესე იგი აქ სიგრილია? კი და ეს ცოტა. უკეთესად ხართ, ხო, აქ დაწოლილი რო. დიახ, დავასწრე. მოდი იცი რა ვქნათ, თქვენ აბძანდით ახლა და შემდეგ გავაგრძელოთ თქვენთან ან საერთოდ მოგიწევთ დატოვებას. დატოვება ამ აუდიტორიის, თუ გააგრძელებთ შეულებრივად. ამერხელ მაპატიეთ პატივცემული. გინდა რა.
რა დღეში ხარ ბავშვები ხედავ რა დღეში ხარ მარტო წყალი შეატანინეს კაცო მარტო აბა რა მარტო წყალი კაცო არა და ადრე მახსოვს წყალი შეიტანენ ნესვი საზამთრო ქლიავი რაც გინდა კაცო ერთხელ მახსოვს გვერდის ოთახში წვაც წავდი კაცო გვერდის წვაც ანუ შეგატანინეს შეგა აბა რა კაცო ფაქტურად გამოცდა იყო დღესასწაული იყო გამოცდა რა ხდება კაცო რა ქვეყანა დამინგრიეს ამათ რა უთხრა არა მართლა გაოცებული ვარ მეც გაოცებული ვარ კაცო ჯერ რა პროგრამა აქვს ჯერ კაცო ეს რა შოთა ილია ვაჟა აკაკი გალათიონი საიდან უნდა ახსოვდეს ახალ თაობას აი შოთა ილია ვაჟა და აკაკი ჩასვან კაცო ჩემი ძმისშვილის პოეზია ბავშვი ფიქრობს დასწავლულია კაცო ბავშვი ჯერ რა რითმიკა აქვს სკამი მაგი და თეფში საწოლი გუშინ ვიყიდე თეთრი მაწონი ანუ თეთრი რატო ეხლა ანუ ნათელ მომავალს ხედავს ბავშვი რა აზროვნებს ფიქრობს და ნუ დემოკრატია მაინც დავისებურად რა არა არ სწავლენ გენაცვალე რატო იმიტომ რომ ვაჟას და აკაკის პატრონი ყავს სად მიდივარ ბრო ეგ არის რა ცხოვრება დადგა აბა სხვადასხვა მეც ძალიან უკმაყოფილო ვარ ამ გამოცდებით ძალიან უკმაყოფილო ვარ კაცო შარშან ბავშვი რის გამო ჩამიჭრეს ბავშვს შეეკითხა გამოცდელი რომ საქართველოს დედაქალაქია რომელიაო და ხარაგაულიო დაიბნა კაცო შეიძლება რომ მაგის გამო ბავშვი ჩაჭრა მომეშალა ნერვები აი ძალიან მომეშალა ნერვები გამოცდეთ მიუბრუნდი და უთხარი აბა რა შევით როგორ შეიძლება მეთქი და ამ ნაძირალამაც საერთოდო შობელი როცა გაუნათლებელია შვილის გაუნათლებელი გამოდის გაუბრალდი მე უთხარი მიდი და დამიშვი რამე čamჭრელი კითხვა მეთქი მიდი დამიშვი მეთქი თუ კაცხარ დამაყარე კითხვა მეთქი და კაი უთხარი აბა რა მითხრა სამჯერ სამი რამდენიაო მე რა უასწრე მე უთხარი გენაცვალე მაგ პროვოკაციას არ წამოვაგები მეთქი და არც ხუთნიან შემოვხაზარ ხო ძალიან კარგი აბა რა ეგ არის განაცხადი რომ განაცხადებული იყო ყველაფერზე მიუგე პასუხი აი ჩემი შვილი შეგადეთ რა ენაცვალოს მამას აი როგორ წეს შენ გეხუყურე ფანჯარაში აი ხო აი გურჯის აროთკარო ვაცვია ეგ კაცო შენი შვილი კიდე ჩემი შვილია კაცო შენი შვილია კაცო ჩემი შვილი ზის ერთს გამოსდას კაცო რას ლაპარაკობ ლურჯ საროჭკიანი არის ჩემი შვილი კაცო ლურჯ საროჭკიანი არის ჩემი შვილი ახლა რა არის ნუმლებს შენც ვთია ხო ქვია ხო მე რა ხო და ჩემი შვილია რო გეუნები ხა ჩემ მასწავლე არის შენი შვილი ვერ გავიგე არა არაფერი კაცო დაივიწყე ეგ ვერ გავიგე არა არაფერი კაცო ისე შვილზე გამახსენდა გენეთ შედეთ ჩემს შვილს საწყალი კაცო ისე წამოვიდა დილით რომ არაფერი არ უჭამია რა სამო დედა ჩემს იქნება შეუტანო რამე შევალ მე ერთი წუთი გახსენე გენახალ ხო იქნები თქვენ შეუტან ერთი აი მიბძანე შალბატონო რაღაცას და გამოვა კარგი მიბძანე კარგი მშობელი გახლავართ მე ერთ-ერთი მოწაფის ბავშვი წამოვიდა მშიერი დილით ვერ მოასტრაჭამა და იქნების ქაბაბი სანამ თბილია რომ შეაწოდოთ სწრაფად მაყალიც ხომ არ შემოგეტანათ არა იყოს აი არა მაყალი და ფაცხას აგიშენებ ფაცხას ბატონო ჩემო აი ეს შეაწოდოთ არა არ შეიძლება სანამ ცხელია რომ იქნების არ შეიძლება ქაბაბის შეტანა არ შეიძლება ჩემო კარგო დედა რა ვქნა რა გავარ რა უნდა ვქნათ ამოწდით თქვენ ერთ დღეს ნაგავო მირბის მიმაფრენ სუგზოუკლოთ ჩემი მერანი და მომჩხავის თვალბერდითი შავი რონი და 100 მერანო შეჭერება საბავშვო ყოველთვის მიყვარს ბარათაშვილი ლავაში და სუსხანა ერთი კითხება აი თქვენს პატრონს ბარათაშვილს სულ ლავაზე დაწერს სხვა სასახლეას უზავ აბა რა ფეხი ხომ არ გაწუხებთ არა ეს ცოტა გამბეკვანძა უნდა გაგვეკვანძა უფრო არ გაგეკვანძოთ წერეთ რა ხდება ზაგარს იღებთ მომეცდეს სამკე მომეცდეთ უბრალოდ იცით რა არის თავს ნუ გახვალთ ჩემი თხოვნა მობძანდით დარე დაწერეთ თუ არ გიდათ რომ მოასწროთ როგორ დაწერეთ დროზე დაიწყეთ რა უნდა დავწერო თუ სოჭი რა უნდა დაწეროთ ხო აი რა უნდა დაწერეთ ყველაფერი რა ვიცი რა ციცი მე იქ არ ყოფილი ვარ და არავინ არ დამინახავს რა რამდენი იყვნენ ვაფშე არ ვიცი რა ყველაფერს ვერ დაიწყე რა ეგ
თქვით განყოფილებაში თუ წაგიყვანეს და აქ გამოცდაზე უნდა დაწეროთ რაც იცით. არა, ხო. გასაგებია, ხო? რო კარგად ჩანს, ტერი ხوار შემოგვესია გემით. აი ამ ჭოგრიც მე მაინც გაშლილს დავტოვებ. ყოველ შემთხვევაში შეიძლება გამომადგეს. ვიყურეთ. ის გაშლილია კიდეს. წერეთ. დიახ, ისმენთ. ეგ ძერი რა კურდღელი ამოვიდა ავტობუსშიო, გავი. დიახ. ხო და. რაღაც ვარიანტებია რა დაბა. ბრძანეთ? გაუთმობ ადგილს. დიახ. B პატრულს გამოუძახებ. დიახ. C ვესვრი. დიახ. და D ფულს გადაუხდი რა. რომელია? თქვენი აზრით რომელი იქნება? ლოგიკურად რო იმსჯელოთ. დაჟე ჩემი აზრია. დიახ. ამ შემთხვევაში თქვენი აზრის უფლება გაქვთ. თუ გაქვთ არ ვიცი საერთოდ აზრი. ვესვრი რა, მომენტ ახლობლის კურდღელი რო გაიჩიტოს, მაგრად ეხავს. ხო, მართალია. მაგრად ეხავს რო და უბრიდა კურდღელი. პატრულს გამოუძახებ, ეხლა პრობლემები და ეგეთი რაღაცეები, ნამდვილად არ მინდა მე. პრობლემები არ ჭირდება, ეს პრობლემატური სახე გაქვთ, დიახ. ადგილს დაუთმობ, მომენტ რატო უნდა დაუთმო? მომენტ რატო უნდა დაუთმო? კურდღელია? მომენტ. რატო უნდა დაუთმო? გადაუხდი რა ფულს მაგის დედა ცვატირე რაც არის ეგ არის რა. გადაუხდი ფულს რა. აია? კარგია. გადაუხდი ფულს. წყალი ხო შეიძლება რომ ერთი წუთით რა სპექტაკლია ხო არიცით? როგორი წერება? ბიჭო. კაცაოთ ის ერთი წუთით. რა სპექტაკლზე ხართ ხომ არიცით? გავალ რა თქვენ მეც გონია რომ გახვალთ იცით? არა ცოტა ხნით გავალ წყალშევის ხავ საჭირო ოთახში. ტუალეტში გახვალ? ხო ცოტა ავირიე და მიბძანდით აბა მიბძანდით ტუალეტში. უკაცრავად მიბძანდით გამიკეთ აქ ოპერა. მიბძანდი საერთოდ ვერ შემოხვალ მე მგონი. აუ პატვიცემულო. მიბძანდი. გიყურებ იცოდე სისულელების გარეშე, გიყურებ. წყალი გნებას დალიე წყალი დაცო. რამდენი ხანია გქო წყალი მომიტანეს. ხო შეიძლება რომ წყალი მეც მინდა რა. წყალი მეც მინდა. დამალები. თავიდან უთხარი მე ხარ წყალი. წყალი ხო არ დავიჭო, თუ ვერ გავიჭო. გოგო უშუალოდ არ გეხვეწებით. მე გითხარ წყალი. ყველას გვინდა წყალი. წყალი მოგვიტანეთ რა. ჭურია ხო 1 საათია ვზივარ. ესეც წყალი. აღარ გვინდა всё. დედა ვინ არიან ესენი? შენ აბას თუმაში წახვედი ტუალეტში? აბას თუმიდან ვიკავშირდა ვიდო როგორ არის? აბა ეხლა გაიწრი აქედან აქ ნახო მოსული აქ. დიდი. უგლური ეს. რამდენს ბედავენ? რამდენ? თქვენ წერთ თუ იწერთ? ვაჟბატონო? არა, არ ვიწერ. აბა რა საკეთებ? წერეთ. წერ ჩემთვის. წერეთ, თქვენ სიმაში ჩაიხედეთ ფურცელზე. რას წერთ? მანახეთ ერთი. წერ. მუშაობ, რა გინდა? თქვენ იხატავთ, კი არ იწერთ, იხატავთ. გამარჯობათ. ვა დაგვიანეთ როგორც ჩანს. დიახ, ბოდიში მიზეზი არ მომიფიქრებია. მიზეზი არ მომიფიქრებია, დაიწყეთ წერა. გაკრული ხელი წერ, მას ხო გაარჩევთ აქ რო. კი, სახეც გაკრული გაქვთ, წერეთ. კი. გაკრული თვალებით იყურებით აშკარად. რასაკეთებთ ახალგაზრდა? ვეწევი. გამიტოვე რა ჩემი ძმა რა ცოტა რა შეუდა რა. ეწევით? დიახ. არა, რო ეწევი, ხედავთ, მაგრამ საერთოდ როგორ ახართ?
საერთოდ სამწუხარებაში. რა ვიცი, თავს კარგად ვქრა. ესეთი პრობლემებიც არ გამაჩნია, რა ვიცი, კარგად. როგორ გინდათ ექსიგეტი? თქვენ თვითონ ჩააქროთ თუ მე ჩავაქრო? თქვენ სახის რომელიმე ნაწილზე? თქვენ თვითონ ჩააქროთ? თქვენ წერო მოგიყვანათ ახლა. გავძერეთ. მობძანდით. გამარჯობათ, ხელმძღვანელო. უკაცრავად რაღაც პრობლემა ყოფილა რა აქ ელექტროგაყვანებასთან დაკავშირებით და უნდა მოვაწესრიგო სპეციალურად გამომიშვეს. ტექნიკური დიახ. დიახ, ამ წუთში. რა ვიცი, შტენი ელექტროენერგია არის და ახლა. არა, მაგრამ მაინც თქვენ იცით პრინციპში. რასაკეთებ შენ? რა გაკეთე? ხალხის დრო. გაკეთე. დაიწყე მე რა გაკეთე? დაიბოდა დაწერე. რითი დაიწყე? დაწერე, აქ დაწერე. აკაკი. აკაკი რა? ისე? ბატონო? არამერი, ძალიან ცხელა ბატონო. ჩემო ძალიან სიცხეა, კაცო 100 არ ცხელო და აკაკი წერეთელი დაიბადა. სოფელ სკვითორში მაშინ არ ცხელო და 100. აჩხერეში. კი ბატონო. მაშინ არ ცხელო და ისე? დიახ. ხო, შეიძლება არ ცხელო და კი. მე ქუთაისის გიმნაზიაში რო ჩააბარა. აკაკი. ხო. მაშინაც არ იყო ასეთი სიცხეები, კაცო. ხო. წარმატებით რო დაამთავრა. და მე პეტერბურგში რო იქეთ უფრო სიგრილები იყო ეხლა თავისთავად, იმიტომ რომ პეტერბურგი ჩtildeოეთია უკვე და კი, მართალია. და უკვე იქ რო დაწერა. გამზდელი რო დაწერა და თორნიკერის თავი, მაშინ რა მიდები იყო ხო არ გახსოვთ? ცვალებადი მოღრუბლულობა იყო თუ არ ცდები. ანთიად ის დროსაც. თქვენ რა მაინტერესებს? დიახ. ის თუ იცით, რა ქვია? თუ წაგიკითხავთ ვიქტორ ჰიუგოს განკიცხული და პანგურით გაგდებული აუდიტორიიდან. არა? არ წაგიკითხავთ? ხოთაშორის ისეთ კაი ამინდებში აქვს დაწერილი ეს ნაწარმოებები, მობძანით აქეთ როგორ მთავრდება, მინდა გითხრათ? ბოლოს ეს მთავარი გმირი ვინც არის? აი თვალსაჩინოებისთვის განახებ. ესე ატრიალებს სამ იმას, და პანჩურით არაგდებს კაცო აუდიტორიიდან. ბატონო, დასამთავრებელი ბატონო. დავამთავრებ, თქვენთან კიდე გამოვალ გარეთ, მიბძანდი აქედან შევიგინდა რა შენ? აი ეტრიეტა კიდე. შენი კიბით. მაიმუნი ეს. და გეგიდა წერა თუ გინდათ. მეორე საკითხი გადამდედაში შემოუშვი ფერხის. აუ ხედი ვიღაცა. რაო? რას ქვია კაცო არ გადამრიოთ? დაიწყეს ბავშვებმა წერა კი კაცო უკვე. დედა გადავირებ, კარგი. განათლების ახალი რეფორმა ყოფილა რაღაცა სკოლა გახდათ 13 წლიანიო და ფიზიკის გაკვეთილზე მიდით ახლა ისე მიუსწარით. ვაიმე რა მაგარი! აბა მიუსწარით დროზე. დიდი წავიდა. აი ეს სკოლაში და რეფორმები შექმნა, რა ვერ გავიგე. სათავეში ვარ. სლოგია თამბია. რაღაცა გადამხდათ. დედა რა არის კაცო ეს ვინ აკარდა რა გინდა თქვენ რა გინდა ვიგა რა ის ორი დღე წავედი სახლიდან რა უქნიეთ კაცო ეს რა უქნიათ რა ეს შპალერი რომელმა არჩიეთ მე ავარჩიე რა მე ამ სისხლი შპალერი გაგიგონია კაცო ცოტა თხელი ვერ არჩიე არ დააპატარავეს თლად სახლი რა სისხლი შპალერია დედა ჩქუაში ვინ ახარ თქვენ რა გინდათ კაცო რა დედა შემომაპარეს ნამდვილად დედა ვინ ახარ რა გინდათ ბიჭო რა რემონტი აგიტყდათ კაცო და რა უბედურება აგიტყდათ ამ სახლში აი იყო აღარ ახლა ესე შუაგზაზე ხო არ მივატოვებ ახლა ამას პარკეტიც გამოსაცვლელია კი აუცილებლად პარკეტი გამოსაცვლელია ნიკა კაცი მე ვარ მაჯერა ფეხებაძე მე დავირეკე ახლა
ალო აი პარკეტი ვთხარ. პარკეტის სახი მინდოდა. გამარჯობა. პარკეტი გვინდა. წიფელი. ხმელი. ხმელი წიფელი. თქვენი სახელი? ვაჟა, კი ბატონო. ესე ბატონო ვაჟა, 4-6-ზე. არა, კვადრატი არა, 4 ცალი 6 ცალზე. კეთილი. თქვენმა მისამართ ჩაგაწერიებთ. გლოფინიჩის 16. ის იტალიური ეზოა, კი. იტალიური ეზოა, ვენეციური პროექტი. წყალში ვართ, კი. კარგი გესვლა, გელოდებით ვაშ. რაო, მოვიტანთო? მოიტანე რა თქმა 20 ლარი, 20 ლარი მაკეტი. ამბავი არა, ამბავი. და მაქსიაზე მო. ეგ როგორ ახალდედი? საათიდან მოვდივარ, ბებია, ძალიან ცუდა წნევა აქვს, ძალიან მაღალი. რას ლაპარაკობ, კაცო? მაღალი აქცევა? მამა. Yes! რა გიხარია, მამა? რა ვიხარია, ბაბა და გადავწექი გონია ლოგინზე. რა ლოგინზე გადაწექი, რა ლოგინზე გადაწექი. შენ არ იცი რომ ჩვენ ბიძაშვილიშვილის ჩამოდის ახლა ჩვენთან? ქუთაისიდან ჩამოდის ბავშვი ეროვნულ გამოცდებს. შენი ბიძაშვილიშვილი. როსტომას ბიჭი. როსტომას ბიჭი ჩამოდის, კაცო აბარებს წელს და უნდა იყოს ჩვენთან. იტო რა მითხარი? ისეთი კაი ბიჭია გადასარე. ვინმე ჩვენთან იცხოვრებს, რა მოგივიდა, რა მოხდა ახლა კი ყავს ნათესავების სახლში, მაგრამ სტუმარი და ხალხი მაკლია, მე ამ სახლში. რომელი ჩემია, რომელი სხვისა ვერ გავიგოთ რამდენი არის. აი, ვარს ვერ ვეტყვი, ახლა ისეთი პატივია ნაცემი როსტომ ჩვენ. ვერ იქირავ ეს კაცო ერთი ბინა? ბიჭო, არა, საშუალება უჭირთიზე გაჭირვებულები არიან. არა და რა მაგარი ბინა ქირავდება იცი გვერდზე სადარბაზოში. მართლა? გასრიალებული, გაპრიალებული 3 კვადრატული ისეთი რომ ცხენს გააჭ. ცხენს გააჭე თუ გააჭენებ? არა, მაგ ხელა ფართი არ არის ახლა. აი სადავაწვინო ახლა ეს ბავშვი რა ჩამო. მამა, ეკა. ბატონო. შედან დაწვეს ის მამიკო. კი, მამა, კაი რა სტუმარი ჩამოდის. კაი რა, მამა, ახალი გათხოვილი ვარ ხა და ჩემთან ერთად მინდა დაწოვა ხა. მამა, ახალი გათხოვილი თაფლობისთვის ხო მოათავეთ, თქვენ უკვე ხო მორჩა. თაფლობის უკითხა მამა, მე. მე ახლა 1-2 წელი შეისვენე და რომელი უჭირს ის დაწოვა თქვენთან ერთად. კაი რა, მამა, რა ერთი. აჩაბი ახლა მამა მოაპროტესტება ხაშე, მოაპროტესტება. სულ ახლა ხარ გამიგონება მოდის აგები. მართან, დიახ, სტუმარი და ის უიმე, თემო კაგენია ცალე. ალი როსტომი შეკრე. გამარჯობა, როგორ ახარ? გამარჯობა, ესე ჩვენი კეთილათესავებია, ვიზი ესე. ხარია რომ თქვენთან ვარ. როგორი მგზავრე, ხო კარგად მგზავრე, ვიდია ყველაფერი კარგად. კი, კარგად მგზავრე. თამულა! რა გაყვირებს კაცო აქ ვარ? იქეთ მეგონა. ლოგინის ბოლოს თუ. მე გამოიხარ. სუბრა გაჩალი შენ კარტოფილი ახლა სტუმარი მოსულში ერიქვა. ორი ვისაყოფ 4. დიტაფაზე. არა, ჩემთვის თუ წუხდებით მე არა რა, იმიტომ რომ მე დიეტაზე ვარ და არ მინდა საჭმელი. არა, მამაჩემ მითხრა რომ ძალიან ვიწროთ არიანო და 4-ით ვიავ დიეტობ უკვე 40 კილო მაქვს დაკლებული. რა ქვია, ტუალეტი საით არის? კიდე მოდი ეს დადი. ტუალეტი მიექცი ადამიანს ყურადღება. ტუალეტში რო შევიდე. ხო, აუცილებლად. მოდი, აქეთ არის ტუალეტი, მოდი. აი მე გზაგი აქ ჩამოტანილი ახლა თუ ჩამოგვიტანა კარგი ვიჩი და კარგი ყველი. არა, არ მივდივარ რა. აბა! ჩავარდა გონი ეს ბავშვი. არა, გამოვიდა არ ჩავარდა. ვერ გამოდის რა. მოდი. სპეციფიკური ტუალეტია, ეს არის ახალი სიტყვა ქართულ ტექნოლოგიებში.
მოეწყები ძი ახლა ეს ესა მოშინაურდით მოშინაურდი რაღაცა საკუთარ სახლში. მამა მოშინაურდი კარგად ხერ ჩამოწევი და მოდამე. ამოალაგე შენი ნივთები თუ რა შინა. მაშინ მაქვს ჩემი ნივთები მაქვს. ხო. ეს შარვალი. არა უშავს. არა უშავს. მომაწოდე ეს. ხო, აგე დაალაგე ვარნიკე. ეს ჩემი ჭიქა. შენი ჭიქა აგერ დავდოთ. აგერ დავდოთ შენი ჭიქა, მაგრამ ასე დიდია ეს. აგარა ცოტა. ასე ყველა კარი თუ მოიტანა ჭიქა და ის არ გამოვა. თავი ამოლაგება ჩანთ. კი. რა მინდოდა მე თქვენ სოფელი ხო გაქვთ ქუთაისში? კი სოფელი როგორ არა ძევში. ძევში სოფელი ხო? ძევში. ძროხა არ ხო, ისეთი გაიცახია. ხო იქ. კი, საერთოდ დიდი ბები. ძროხა არ ყავთ ხო იქ? ძროხა როგორ არა ყავს კაცო? ხუთი ძროხა. არ იწველება ალბათ არც ერთი. კი, როგორ არ იწველება? 4 ძროხა იწველება. 4 იწველება? მერე ყველი გზავრობას ვერ იტანს თუ რა თუ არ წავა ერთი ძალი. ისა, ეს კითხვა მაინტერესებდა. შენ ძმა გყავს ხო? კიდე მე მგონი. ძმა კი, 1 წლით უმცროსი ძმა. ისეთი კაი ბიჭია. ძალიან კაი. ეგ წელს სამთავროს სკოლას ის. ამთავრებს სკოლას იმედი მაქვს რომ არა, ნიჭიერი თუ მეგრევა ოჯახი და კარგად სწავლობს ეგეც. კარგად სწავლობს. კარგად სწავლობს. ხო. ამოვა გაიცათ ეგეც რა ვქნა თაპარაგალა. და ის რა მაინტერესებს? აქ რო ვიმეცადინო, აი, სად ვიმეცადინო. რაღაც გაგეხარდა, ვიზი, შენი ეს ფაქტი. მაგრამ თავისი კუთხე მაინც რომ ყუდროთ რო ვიყო. ყუდროთ რო იყოს. ეხლავე მე შენ მოგხედავ, მაცადე. ყუდროთ. ყუდროთ რო იყოს. აგერ მომისმინე, სადაც გინდა დადგები. ამას გასე გაიკეთებ და იმეცადინებ შენთვის. კაია ეს. არავინ არ შეგიშლის ხელს, დედა. წყნარად. კაია, კაცო, კაი, მომისმინე. აცადე ბავშვები და ოთახში იქნება რა საკეთებს. უკაკუნებ, კაცო, მანდელის დილობა კი ვარ. ჯერ დააკაკუნე. ეს რო გექნება ბიძე სამეცადინო მერე. შენი ოთახი იქნება აგერ. აქ იქნება ყოველთვის ხო, რო ვიცოდე, რო. ხო, რო იცოდე, მაინც ყოჩა კაია, რო სწავლა გადაწყვიტე, ბიზია. სწავლა რო გადაწყვიტე, მე შენი ხის რო ვიყავი. არაფერი არ მქონდა ამ ქვეყანაზე. აზე რაც მეწვა ის იყო ჩემი, მაგრამ დავაკალი წიგნებს თავი და კი ხედავ რა ხელა გვარეცი მე ხაგერ. ხედავ, ამა ნიკა ბიზიას დაუჯერე ყოველთვის. ამა, ოიახ დაზო. უკვე დავიძინოთ, არა? ამა რა ხელა დაამთხრა რა ხო გამოლია. ჰაერი ოთახში გავაღებ ფანჯარას. გეძინება? მეძინება. დავიძინოთ ხან. დაღლილი ვარ ესედაც დავიძინებ. მარტივი ბიჭა შენ ცოტა. დავიძინებ რა, მეძინება და გადე რა მან. მეძინება და დავიძინებ რა მეც. დავიძინებ რა, მეძინება, დაღლილი ვარ, ნამგზავრი ვარ. ბატონო, დავიძინებ. მაგისთვის გამახვიდე ბიძია. აწექს, სადაც გაგიყვარდება, მიაყუდი. სტუმარია, ბავშვი მიაქცია ყურადღება თქვენ. გეუბნები დაუთმე შენი ადგილი რო გეუბნები. შენ დაუთმე შენი ადგილი. ვერ დავწამი მე იქეთ ახლა. ვერ დავწამი მე იქეთ ახლა შემიძლია გადავარდები ერთ დღეს იქნება იქეთ. მე რა ვქნა მე ახლა ბავშვი უნდა დავწინა და მომბათავს. გიწავა ეს და დავაკეთო. დაიძინე. აგერ დაისვენე ბიძია შენ კოხტად. აგერ მოდი გაკი აი ადგილი მე შენ მოგიხერხი აქ და ესე დავიძინოთ მე. მე მანდ ვერ გადმოვალ შენ წადი შენ. იცოდე გადავარდები ბაბის სართული და მომეწიე დუკას. მამა დაიძინე. მე და გაცინა ჭირმა შენ.
დაბადებით ხალბატონებო და ბატონებო, რატუხიევო, დაიებო და ასე შემდეგ. დღეს ყველა ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ არის ბატონი წურამის იგივე წუროს იუბილე, ხოთ ასეთ მიულოცოთ და თავად იუბილარი მოვუწიოთ სცენაზე. ბიჭებო, ბიჭები. ვისკები უტყით, ბიჭო, ვისკები უტყით. თავად იუბილარი, წურო, მივესალმოთ. გამარჯობა ბატონო წურამ ძმაო. დღეს თქვენი დაბადების დღეა და თუ საიდუმლო არის რამდენი წლის გახდით? 22-ის. 22-ის? 22-ის. ხედავთ? რა ძლიერი მომპარავია ბატონო წურო. ასახსაც კი გვატყუებს და გვპარავს. რამდენი წელი? სიცელი. მოდი ჩემო კარგო ადამიანებო, გავიხსენოთ ბატონი წურამის განვლილი ცხოვრება. მისი ერთ-ერთი რამოდენიმე დეტალი, მაგალითად, მისი აზროვნების უნარი. ანუ, ჩვენ მეგობრები ვიყავით ასულები მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძის მოსაპარად, სადაც ბატონმა წურამმა პირველმა თქვა, ჩვენ ამას ვერ ავწევთ და ვერსად ვერ წავიღებთ. აი, ასეთი გამწიახი გონება ქონდა ბატონს. ასეთი გამწიახი გონება და ესეთი პრაგრამა. არა, დღეს უნდა გავიხსენოთ ისეთი დღე არის. მეორე ბაითის გასატანად ვიყავით მეგობრები წასული და იქიდან რომ ნადავლი გამოგქონდა, ზოგს ოქრო მოგქონდა, ზოგს ტელევიზორი და წურამმა კი ასე ბრძანა. თქვენ წადით, მე დავრჩებიო. სახში მარტო ხელა მოხუცი ქალბატონი ცხოვრობდა და მის მოსავლელად დარჩა. აი ესეთი კეთილი გული აქვს ბატონ წურამს. კი ბატონო, ერთი კვირის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ულიდა და ერთი კვირის შემდეგ კი ბინაც კი გადმოიფორმა. მართალია მეორე დღეს გარდაიცვალა ის ქალბატონი გაურკვეველ ვითარებაში, მაგრამ აი ესეთი ადამიანი იყო და იმის მერე უulis იმ ბინას. იმ ხალის წონის საპატისცემლოდ. აი ესეთი კეთის ინგლისიერი ადამიანია. კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ. ოჯახში ვიყავით შესულები და იყო ესეთი დიასახლის იყო მარტო ქალბატონის სახში, რომელიც აუთოვებდა მაისურს, პერანგს და ასე შემდეგ. წურომ კი რა ქნა? მივარდა, გამოვარდა, ჯერ მაისური დააუთოვა, პერანგი დააუთოვა, თავის შარვალი გაიხადა, დააუთოვა, ჩაიცვა და მხოლოდ შემდეგ გააუთოვა თვითონ დიასახლისი. აი ესეთი გულიანი ადამიანი არის ბატონი წურამი. ძალიან ბევრი მილოცვა მიიღეთ ბატონო წურამ თქვენ ბევრი ადამიანისგან და არა მარტო თბილისში, ასევე საზღვარგარეთიდანაც კი გილოცავენ და ბატონი ჭაჭუნიჩი სესაიოზნი ქურდი. მოგილოცავთ, აი ესეთი პატივი გაქვთ ბატონო წურო დღეს. წურო დაბადების დღეს გილოცავთ, მაო. მაგარი კაცი ხარ და სწორი ცხოვრები ცხოვრობდა, ეგრე გააგზელე ბოლომდე და მიაწექი მაგარ. ხოიცი შენი ჭაჭუნიჩი შენს გვერდითა. უბრალოდ ეხლა ამ მომენტში ვერ ავარ, მაგრამ ხოიცი სული და გული გილოცავ და ბოლოში მინდა შენი საყვარელი სიმღერით დავამთავრე რა. სესაიოზნი ქურდი ვარ. კი ჭაჭუნიჩი ქვიაო. დუდუდუდუ აბაჩქარა დუდუდუდუ ჭრაჭუნიჩი დუდუდუდუ ავით ესეთ პრობლემები მაქვს. და ჩვენ კი თქვენ მეგობრებმა და იმ ადამიანებმა ეს ვერ მოახერხა მოსვლა აი ესეთი საჩქარი გაკეთეთ ვიდეო ნახოთ შეიძლება ესეთი მოვაცვა. წურო გილოცავ დაბადების დღეს. წურო გილოცავ დაბადების დღეს ჩემო კარგო. წურო გილოცავ დაბადების დღეს. წურო დაბადების დღეს გილოცავ. წურო, ჩემი ძმა, გილოცავ ძმაო დაბადების დღეს. ვიყავი ჯამთელად ბენერა შენ რო გაგიხარდება ისე ბრატა. გენაცვალე. წურო გილოცავ დაბადების დღეს. ბედნიერი იყავი, გაწურული ყოფილიყავი მთელი ცხოვრება რა. წურო გილოცავ დაბადების დღეს ძალიან გვეყარხარ. ჩვენ ჩვენი სურპრიზები ამთავრდება და კიდევ ერთი სურპრიზი წუროს თავის მეგობრებისგან. მე მინდა შენი ხანაგები მეგობრები რატუხიები მოიხმო. მოვზადით და შემოიტანენ ისინი ტორტს. აი რა. კი ბატონო, აი ესეთი ლამაზი საჩქარი გაგიხსნა. ახალი სერტუარიანი გამე ჟიზმის რეა ჩემთვის ხოლმელა ეს ვაიდიც გავიტანებ წურო ეს ხომ შენი დაბადების დღეა ეს ხომ შენი დაბადების დღეა წურო დაბადების დღეა ეს ხომ დაბადების დღეა
მოიცა, სურვილი ჩაიფიქრე უკვე? რა სურვილი? სურვილი უნდა ჩაიფიქრე და მე ჩაქრე სანთლები. ჯერ სურვილი და? ხო, ესე. აბა და აგისრულდა. ფიქრე რა. მიდი. Princess. Wow. Princess. Margarita. ჩაიფიქრე მალე. ჩაიფიქრე, რაღაცა. რა ვქნა ბიჭო? რა? პორტი დავჭრა? კი. დაიჭირე და ისე რა, დაიჭირე. ეგრევე? ეს ახვარი ბიჭო? გაიცი ბიჭო, ვაშა. რასე? აი, წურო, გეხვეწები, წურო შარია, წურო შარია. ბიჭო გაიჭითებიან, ბავშვი, წურო. ამას რას იმაში, ამას სასაშნელოებზია რა ვახო. ტორტია რა. ბიჭო დაიკო მითხრა დაჭერიო არ არის ვიღაცა არა. კაი, ნერვები. მოკლედ რას ხოთ მეგობრებო? რას ხოთ? ყველაფერი კარგად არის და მე მინდა სცენაზე მოვიწიო კაი ბიჭების სკოლასთან არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი მოხრილი. მივესალმოთ. მივესალმოთ. მოდი. გაკბერა დალახა მაგრად ნაცემი რეზბანლითიდან გაგწერა ძურო ძველი ხარ ძველობა შენი წესია პანაშვიდებზე ყოფნისას ერთხელ არ დაგიკვესია ესეთი შესანიშნავი დიდი მადლობა მეგობრებო. ახლა კი ჩვენი საჩუქარი მინდა გადმოგცეთ მეგობრებმა კიდევ ერთი საჩუქარი აკეთეთ როგორც შეგვიდი. ბევრი სურპრიზი მოგიმზადეთ. სულამ მაო ბატონო. მოგზავნით თუ შეიძლება. აი ეს ადამიანი ხება ჩვენი საჩუქარი. ეხლა აი ამ პიროვნებას ჩუქნით. ეს ტიპი რო. ეს არის არიფი. როცა გინდა აწნავ პადლეთს, როცა გინდა გამოაწნო. საღო, მადლობა. რა, მე მგონი არ არის. თავადი, დავით. თავადი იუბილეას მოგიმზადა დღეს შესანიშნავი საჩუქარი და სურპრიზი. სტუმარი უკრაინიდან ტამარა შინკოვა. ტამარა საჯა. შეიძლება მოვგანდით თავადანო ტამარა. Накинут бабушки платки, сидят холодные на скамейке, а в лагерях и суеты. Братва прикинет телогрейки, хлопочет, кружится листва, дождем смывает все, что было, а наши годы навсегда. Надежно зона схоронила. Какая осень в лагерях кидает листья на запретку, а я кричу шням.
Пускай лежат еще недельку. Ледную осень не прогнать. Она пришла не в наказание. Но эта осень словно мать. С ней краткосрочное свидание. Какая осень в лагерях кидают листья на заметку. А я кричу шпиля. Пускай лежат еще недельку. Метлою осень не прогнать. Она пришла не в наказание. Но эта осень словно мать. С ней краткосрочное свидание. როგორც მოგეხსენებათ, გაგიმოჩი სურო. როგორც მოგეხსენებათ, ძირფასო ქალბატონებო და ბატონებო, წუროს გამოცემული აქვს გამოცანების კრებული და მოდი ვთხოვოთ ყველამ ერთად რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამოცანა გვითხრას. ჩემი კრებული მეგობრებო სპეციალურად ჩემს იუბილეს დავამთხვიე და ჩემი ყველა რა ვიცი რომელსაც მე ვთვლი რომ კარგია და ამაზე მართლა თაობებმა შეიძლება რაღაცა გაიგონ მე მიხარია რომ ეს არის და ერთ ამოცანას წავიკითხავ აქედან და პრიზი იქნება ჩემი მეგობრებისთვის ვინც სწორ პასუხს გასცემს ნუ თქვენს თუ გინდათ ჩემო მეგობრებო საჩუქარს გადავცემ რა და საჩუქარი იქნება სხვათა შორის უბრალო არა ორი ბილეთი სერიოზულ ფილმზე ეს იქნება წნორში კინოთეატრში უძინართა მზეზე გადმოგეცემათ ამ შაბათ-კვირას წახ. ესეთი კითხვა რა. ორი კაი ბიჭი ბანაობს რა. დუშის ქვეშ არიან, ბანაობენ, წყალსივლებენ და უცებ რაღაცა ხმაური ატყდება რა, რაღაცა ძაზავტა და ძაბულობა რაღაცა ხდება და ერთი მოხევს სიმონ გავარდება ეგრევე, გადაიცვამს და გავარდება ხაბაროვსკისკენ, მეორე მოხევს და გავარდება სმოლენსკისკენ. ვერ მოასწრებენ რა გამშრალებას რა. რომელი გაცივდება პირველი? მე ვიცი. ხაბაროვსკისკენ რომელიც ვიდის ის გაცივდება, იმიტომ რომ ცივა იქ. რას ამბობ ბიჭო? რას ის არც ერთი არ გაცივდება ბიჭო, იმიტომ რომ კაი ბიჭების ძველი თავით გარეთ არ გამოდიან. აი, ბიჭო. გადი რა ვას გადი, იცეკვე რა. იცეკვე ბიჭო. იცეკვე. ხო მიდი მისაკე საქმე. მე მინდა გავუმხილოთ ის სურპრიზი რომელიც ჩვენ მოვიტოვეთ. საღამოს კულმინაცია. ბატონო წრო და მოდი შევასრულოთ, ხო? დანაპირები. ავიც მეგობრებს თუ უნდათ მეგობრებს ცეკვა ბალეტიდან ძველების ტბა. ხო